ფრენის ხანგრძლივობა 8 საათის სიმაღლე 100-დან 300 მეტრამდე სიჩქარე 60-160 კმ/სთ-ში. ეს საქართველოში წარმოებული უპილოტო საჰაერო აპარატის ტექნიკური მახასიათებლებია. ისრაელის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის და აზერბაიჯანის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებას საქართველო იწყებს. ქართული წარმოების უპილოტო საჰაერო სისტემამ გამოცდა უკვე გაიარა, უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი აპარატის გამოცდა დღეს საქართველოს პრეზიდენტი უმცროს შვილთან ერთად დაესწრო. მიხეილ სააკაშვილის საფრენი აპარატის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო და ქვეყნისთვის მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. შიგაწვის ძრავით აღჭურვილი აპარატის აფრენა პნევმატური კატაპულტის მეშვეობით ხორციელდება. მისი გამოყენება შესაძლებელია ურთულეს რელიეფურ და კლიმატურ პირობებში ტემპერატურის მნიშვნელოვანი გრადაციის შემთხვევაშიც კი. გამოიყენება ნებისმიერი ფართომასშტაბიანი თუ ლოკალური ოპერაციების დროს, ასევე სასაზღვრო პატრულირების საჰაერო ფოტოგადაღების, გეოფიზიკური მეთოდებით დაზვერვის, სტიქიური მოვლენების მონიტორინგისა და სანაპირო დაცვის უზრუნველსაყოფად. საფრენი აპარატით ხდება რადიაციის კონტროლი, ბრძოლის ველის მეთვალყურეობა, ზარალის მიტანის ხويرπლის შეფასება, ასევე რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვა. ქართული სპეციალისტების მიერ დამზადებული უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქართულ უპილოტო საფრენ აპარატს აქვს ორკამერიანი ვიდეო პლატფორმა, ფოტოთერმული და ინფრაწითელი კამერები. აპარატის მიწაზე დაშვებისას იხსნება პარაშუტი და იბერება უსაფრთხოების ბალიშები. ეს სინამდვილეში არის პირველი მაღალტექნოლოგიური ქართული პროდუქტი, რაც საქართველოში შექმნა. განჩენ ყველაფერი რაც ხონდა ეს ყოველდღიურად იყო გაწევრებული. და მთელი უპირატესობა არის ის, რომ როცა უცხოეთში ყიდულობ, შეიძლება ვიცი გამყიდველმა ბოლომდე არ მოხდეს ტექნოლოგია, ან და პირიქით შენ ტექნოლოგია გაუზიაროს მოწინააღმდეგეს. ამას ვერავინ ვერ გაუზიარებს, ეს ჩვენი. და სწორი პერსპექტივა ეს არის, ესე დასაწყისი მაგრამ პერსპექტივაა, რომ ბევრად დიდები გავაკეთოთ, ბევრად უფრო დახვეწილები, ხო? მაგრამ ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს ეს ტექნოლოგია. და რაც თავარია, რომ ეს არის ეს სამხედროს გარდა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ინტელექტის და ინტელექტუალური ცოდნის და ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით საქართველოში. რამდენია სამხედრო საინჟინეროზე წელს რამდენი შეაბარებს 70 კაცი, ხო? რამდენი ადგილია? ხედავ, ესე იგი საქართველოში ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ ამდენს აქვს დიდი პერსპექტივა. ამდენს აქვს დიდი პერსპექტივა ქვეყნის თავდაცვისთვის და მე არის დიდი პერსპექტივა კომერციალიზაციის თვალსაზრისით. ქართველებს აქვს ნიჭი სამხედრო ინჟინერიის. ამერიკული, ყველაზე მაგარი ამერიკული თვითმფრინავი მოიგონა ქართველი შვილი. ბიათი, ხო? და უამრავი სხვა დადირაშვილის არის რაკეტები, რომელთაც რუსები გვიტყავდნენ. ასე რომ ჩვენ გვაქვს ეს ნიჭი. და თუ არა გვაქვს ეგრე ჩანს. ეს არის დასაწყისი. ეს არის ახალი დიდი საქართველოს ახალი სფერო ეხსნება მთლიანად. სამხედროში კი არა, მთლიანად ახალი სფერო ეხსნება. ეს არის მაღალი ტექნოლოგიების. ამას მოყვება უამრავი სამოქალაქო პროდუქცია ასეთივე ხარისხის და მიმართულების. და ჩვენ ვიცით, აბსოლუტურად ყველაფერს გაკეთება, რის გაკეთება სამშობლო და ყველაფერს გადატანა შეელოს. ესე სადაც წელიწად ნახევარში ეს შევქმნით, კიდე ერთ წელიწადში ამას ისე დავხვეწავთ, რომ წელიწად ნახევარში მაგსუ ყველა მსოფლიო ანალოგს დაუტოვებთ. CDD და ტექნიკურ ბარად. წელს გამოვიყავთ ესენი აღումბი. შემდგომ აღუმბზე გამოვიყავთ 5 ჯერ დიდები და 10 ჯერ დიდები. ეს არის ჩვენი და ყველაფერს ვქურით ჩვენ. ასე რომ აღარავის აღარ ვართ დამოკიდებული. და იქით ეს იქნება ჩვენი დიდი საექსპორტო პროდუქტი. და სხვა ჩვენს მინდა გითხრათ, რომ აბა ძალიან დიდი პოტენციალი აქვს მსოფლიოში ამის გატანის. საქართველოს უნდა დაიწყოს მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტი.